ქართული ოცნების ანტიევროპული პოლიტიკის გამო საქართველოს შესაძლოა დაკარგოს ვიზა ლიბერალიზაცია და მოექცეს იზოლაციაში. იზოლაცია არ შეაწუხებს მაგალითად ბიძინა ივანიშვილის შვილებს, რადგან ერთი შვილი ამერიკაში ცხოვრობს, მეორე იაპონიაში, მესამე ხანსად და ხანსად, მეოთხეც ასე. იზოლაციაში ცხოვრება არც ოცნების მინისტრების და დეპუტატების შვილებს ემუქრება, რადგან მათი შვილების უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობენ. ან ამერიკის მოქალაქეები არიან. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის შეწყვეტა ნამდვილად ტრაგედია იქნება. ვიზა ლიბერალიზაციის წყალობით უცხოეთში მყოფმა ათასობით ემიგრანტმა წლობით უნახავი ოჯახის წევრები ნახა. ასობით ადამიანმა საფრანგეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მკურნალობით გადაირჩინა სიცოცხლე. წლობით უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმდნენ ლეგალურად, ზოგი მუდმივ, ზოგიც სეზონურ სამუშაოზე და საქართველოში ულუკმაპუროდ დარჩენილი ოჯახები გამოკვებეს. დემოკრატიის მტრობისთვის დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ცდილობს საქართველოს მოსახლეობა დატოვოს სიღარიბეში, იზოლაციაში, მოწყვიტოს განვითარებას და შეაგოს რუსეთის მიმართ მორჩილებას და უუფლებობაში ცხოვრებას. ამყოფოს მუდმივ შიშში, ტერორში, მოგონილი არარსებული საფრთხეების ტყვეობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოაკლდეს მისი ერთადერთი მთავარი საყრდენი, ფული. ივანიშვილის რეჟიმი გვაშორებს განვითარებულ ევროპას და გვაახლოებს მტერს, ოკუპანტ რუსეთს, რომლის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებამ უკვე შექმნა პრობლემები ჩვენს ქვეყანაში, გააძვირა პროდუქტი და ფასები უზრავ ქონებაზე. სიცრუეა ისიც თითქოს ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს ჩვენი კულტურისთვის რაიმე მიუღებელს, რადგან ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში დაცულია კულტურული და ეროვნული იდენტობა. ანტიევროპული რიტორიკა კრემლის პროპაგანდაა, რადგან ევროკავშირი რომ საფრთხე იყოს, იქ არ გააჩენდნენ ოცნების მაღალჩინოსნები თავიანთ შვილებს, არ გაუშვებდნენ სასწავლებლად, არ მისცემდნენ ცხოვრების უფლებას. თავადაც კარგად იციან, რომ სწორედ ევროკავშირშია მათი შვილების უფლებები დაცული. ჩვენი შვილებისთვის კი აგრესორი და მოძალადე რუსეთი ემეტებათ. ვიფიქროთ ჩვენ შვილებზე, ახალ თაობაზე, იმაზე, თუ როგორ უკლავს ქართული ოცნება მათ მომავალს. ნუ აყვებით კრემლის ნარატივს, ნუ გაიმეტებთ საკუთარ შვილებს რუსეთის გუბერნიაში საცხოვრებლად, რადგან ივანიშვილის, კალაძის, კობახიძის, წილოსანის შვილებს ვიზა არ დასჭირდებათ. მათი შვილების უმრავლესობა დასავლეთში ცხოვრობს. იფიქრა საკუთარ მომავალზე. გამორჩე პროპაგანდა.